გამარჯობა მარიკა. შემოდი. რა მოხდა მარიკა? დაჯექი. ანანო. მე უკვე ყველაფერი ვიცი. ყველაფერი? აბა რამდენია კასპიის ზღვის ფართობი? ანანო, მე სერიოზულ საქმეზე დაგიბარი. ამ ნახატებზე რა სიტყვი? იაფი ავია ბილეთები, ავია წერდილი ჯი. ამ ნახატებზე? კაი რა მარიკა, კი სერიოზულ საქმეზე დაგიბარეო და ხომ ვერ მეტყვი, ეს ნახატები აქ საიდან მოხდა? მობესად იქნება, მუზეუმში ხო არ იქნება მარიკა? ეს ნახატები დათომ რო ნახოს გაგიჟდება. რა გაგიჟებს მარიკა, თვითონ არ დახატა. აღიარე რომ შენ მქონდა. მე მქონდა? ხო. მე არა. მარიკა, ჩუმად ჩამიგდეს ჩანთაში. ანანო. ხო ნუ კაი. კაი, გეტყვი სიმართლეს, ესე იგი ეს ნახატები მარიკა იყიდა სანდრომ და მე საწაიღო სანდროს ეს ნახატები, ამიტომ მომაბარა მე და შემინახეო თხოვა მარიკა. მოიტყუები. სანდრომ აღიარა, ანანომ თქვა მარიკა მიყიდაო. სანდრომ აღიარა? დიახ, ვაღიარე. აბა რა ვიქნა, ნახევარგებრიელია? კარგით. ვიტყვი ახლა ყველაფერს. მიდი. ესე იგი ეს ნახატები მარიკა იყიდა სანდრომ კი არა. ეკა მიყიდა ეს ნახატები, აბა. რა გირა ანანა, მე რა შუაში ვარ, რატომ გამერდა? ეკა ხარ? გამარჯობა ეკა. ეკამ კი არა, კაცო, ირაკლი მიყიდა. სად არის ახლა ირაკლი? სამსახურში. ხო გითხარ ირაკლი მიყიდა. ესე იგი ჯერ იყიდა სანდრო, მერე ეკა, მერე ირაკლი. მე რა სახელები მერე ვახოლმე, ხო იცით? ნუ რა მოხდა ადამიანს რო სახელები აერიოს რა არა ეკა? მივხვდი. ეს ნახატები ირაკლი მიყიდა მაშინ, რო წუწუნებდა ფული არ მაქვსო და მერე გოგისთან ერთად კეიფობდა რესტორანში. აი გამახსენდა, სუსტად ეგრე მითხრა. ეხლა მივდივარ დათოს ნახატები უნდა ვიყიდო და მერე რესტორანში მივდივარ საკეიფოდ გოგისთან ერთად. როგორ დამავიწყო? ანანო. სანდრო. ეკა. მარიკა. ანანო. სანდრო. ეკა. მარიკა. ეკა. ანანო. სანდრო. მარიკა. ირაკლი.